მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ძალიან ბევრი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, როგორც საქართველოში, ისევე ჩვენ სამეზობლოში. იცვლება რეალიები, მაგალითად ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თუ ევროპული ქვეყნები აღიარებდნენ პალესტინის დამოუკიდებლობას. რომ დადგებოდა საკითხი მაგალითად ისრაელთან დაკავშირებით ცოტა სხვა მიდგომების და სხვა ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ის რომ ასევე შეიცვალა მსოფლიოში მდგომარეობა უშუალოდ ბელორუსის მიმართ რომ გუშინ მაგალითად მთელი ამერიკის შეერთებული შტატები გამოვიდა ჩარლზ კირკის მიზღვნილ საპატივცემულოდ სტადიონზე ღონისძიებაზე, სადაც მთელი ამერიკა ფაქტობრივად გამოსული იყო და პატივი მიაგო ამ ადამიანს და საუბარია იმის შესახებ, რომ ბევრი წავიკითხე, ბევრი მოვისმინე და ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ჩაყალიბდება ფაქტობრივად ახალი ამერიკის შეერთებული შტატები. სიმართლე რო გითხრათ, ხა ბევრი მსმენია ამდაგვარი ინფორმაციები, რომ აი ამერიკა იღვიძებს, რომ ამერიკა ყალიბდება სულ სხვა სახელმწიფოდ, მაგრამ იცით რა შეა საქმე. ჩვენ მოდი ჩვენ საქმეს მივხედოთ, ამერიკა არის საკმაოდ დიდი ქვეყანა და იქ თუ ერთი სტადიონი შეივსო კონსერვატორებით, ეგ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსერვატიზმი უკვე იღვიძებს და კონსერვატიული საზოგადოება ყალიბდება. კაცმა არ იცის იქ რა პროცესები წავა და როგორ წავა, იმიტომ რომ ჩვენ ტრამპის გამარჯვების შემდეგაც შეიქმნა ილუზია, რომ აი ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ დღესდღეობით ტრამპი მხოლოდ იმით არის გახარებული, რომელიღაცა ტელეკომპანიის წამყვანი რო შეიცვლება, ამით ხარობს და რეალურად ხელშესაწყები რაიმე ცვლილება ამერიკის შეერთებულ შტატებში რო ვთქვათ, არ მომხდარა იმისი, რომ რაღაცა გარდატეხა მომხდარი, ყლავაც მძლავრია ეს ლიბერალური სექტა, რომლებიც ყლავაც აფინანსებენ ჩვენს მოღალატე NGO სექტორს. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ის კანონი რო ამოქმედა უცხოური გავლენების აგენტების შესახებ, ხრელი ვერ მონახეს ამ მოღალატეებმა და სხვა მხრიდან ვერ იღებენ დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ღებულობენ დაფინანსებას. ამერიკა ყლავად რჩება გლობალისტურ ცენტრად, რომლიდანაც იმართებიან ის ორგანიზაციები, რომლებშიც ჩაბუდებული არის ეს ანტიეროვნული ლიბერალური ფთა და სამწუხაროდ ტრამპი ვერ ახორციელებს მათ განადგურებას. ეს არის უდავოდ ფაქტი, მეგობრებო. ვერ ახორციელებს. და ის რომ ამის დასტურია ის რომ აი ახლა ამ კონსერვატორ ახალგაზრდაზე ჩარლზ კირკზე განხორციელებული აი ეს შეტევა რომელიც ფატალურად დასრულდა და მოკლეს ეს ადამიანი ხო აი ეს ნათელი დასტურია რა დემოკრატია არის ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ ადამიანი დაუცველია თითეული პიროვნება დაუცველია თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი გამოვიდა და საუბრობდა რომ მეო ბავშვები რო წავიყვანეო იმაშიო რა ქვია აი ამ გასართობ ცენტრშიო მათზე თავდასხმა მოხდაო აი პოლიტიკური წამსის გამო რომ მათი მამა სხვა შეხედულებების გამო ანუ რაღაცით გვაგონებს ეს სიტუაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობას მეგობრებო როდესაც ჩვენ ხედავთ რომ პოლიტიკური ნიშნით ისეთი სიძულვილის ნიაღვარი ტრიალებს ამ ქვეყანაში რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება უკვე აუტანელი ხდება რომ ესე იგი პოლიტიკური შეხედულობის გამო ადამიანი შეიძლება ჩაქოლონ, გაანადგურონ, მიწასთან გაასწორონ და ეს ყველაფერი იქცა ჩვეულებრივ, აი ისეთ ნორმად, რომელიც არ ვიცი, აი უკვე რაღაცნაირად თითქოს ეს არის მისაღები ფორმა. და ჩვენ უნდა, იცით რა არის, ჩვენ უნდა ჩვენი შუადყოლობა რომადიო თქვა ილია ჭავჭავაძემ და ჩვენ თავს უნდა მივხედოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში რა მოხდება, როგორ მოხდება, კიდე კაცმა არ იცის, იმიტომ რომ მე დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამერიკაში გადაწყდება ჯოხი, იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ფორმირდებოდა ეს სიტუაცია და ტრამპი კი არა, 5 ტრამპი ვერ უშველის მათ მე აი ამოსაძირყვათ. ისეთი ღრმათ არის ფესვები გადგმული, რომ
ძალიან ძნელი იქნება ამ ყველაფრის განადგურება, ესე მარტივად. თან ამ დასაყრდენიც აქვს პოლიტიკურ სპექტრში. ჩვენ ხო დავინახეთ არჩევნები როგორ დასრულდა, რომ ტრამპმა ფაქტობრივად ძალიან ისეთი მცირე რაოდენობით მოიგო. ანუ ნახევარი ამერიკა არის გლობალისტების და ლიბერალების, ნახევარი არის კონსერვატორების. და აი ამ ჭიდილში კაცმა არ იცის იქ რა პროცესები წავა. ევროპაში კიდევ ხედავთ რა ხდება, როდესაც მთელი ესე იგი მიგრანტების წინააღმდეგ გამოდის მთელი ეს ქვეყნები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მაინც ვერაფერს ვერ აღწევენ, იმიტომ რომ ნახე იქაც გაყოფილია, ნახევარი საზოგადოება არის აი ამ ლიბერალების ხარეს, ნახევარი არის აქ. და აქაც ჩვენთანაც უნდათ იგივეს მიღწევა. აი ზედანია იყო ეხლა აღარ არის ილიას უნივერსიტეტის რექტორი და მან თქვა ესეთი რამე, მე მაქვს ის ინტერვიუ, რომელიც მან თქვა ამ ინტერვიუში, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთო იმასო, რომ ნახევარი მაინც იქნებაო კონსერვატორები. ანუ თურმე ნახევარი რო ვიქნებით, ესეც უნდა გვიხაროდეს, გესმით მეგობრებო? ანუ მათ საქართველოში მიაღწიეს იმას, რომ დასაყრდენი აქვს უკვე ამ უნივერსიტეტებში, NGO-ებში და ჩვენ ამიტომაც არის რომ ხელისუფლებას მუდმივად მოუწოდებთ იმას რომ გავწმინდოთ ეს ავგიას თავლა. უნივერსიტეტი არის მასაზრდოებელი აი ამ ახალგაზრდების და დღეს ყველა უნივერსიტეტი თითქმის არის დასაყრდენი აი ამ აკაცუკების, რო ეხლა ახალი ტერმინოლოგია არის, ამ ლიბერასტების, ამ ქვეყნის მოღალატეების. დღეს, როდესაც ახალგაზრდა წავა უნივერსიტეტში და იქ იმას ეუბნებიან, წადი რუსთაველზე დაამხებ შენ ხელისუფლებაო, ხო უნდა ავდგეთ და დავხუროთ ეს ყველაფერი, ჩამოვშალოთ ეს ყველაფერი. ეხლა გუშინწი ტევე პირველი დღე და ღამე იმას ლაპარაკობდა, რომ მაგალითად იქ საკრებულოს თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი შვილმა ეთნიკურ ნიადაგზე შუღლი გააღვივა და შეურაცხყოფა მიაყენა აზერბაიჯანელსო. მე არ ვიცი ეს რა ტენდენცია შეიმჩნევა კიდე რომ ახლა მაგალითად შეიძლება ქართლსა და აზერბაიჯანს შორის მოხდეს რაღაცა კონფლიქტი, მაგრამ რატო უნდა გადაიყვანოს ვიღაცებმა ეს ეთნიკურ ნიადაგზე? თუ მე მაგალითად ქართლსა და ქართველს შორის ხდება რაღაცა დაპირისპირება, ამას ხო არ აქვს საფუძველი რომ მე ეხლა ქართველი კაცი, ქართულ კაცს რომ რაღაცას ვეკამათები ან რაღაცა მომივა უთანხმოება, ეს იმას ნიშნავს რომ მე რაღაცის ნიშნით უბრალოდ მომივიდა და ვიღაცებს სურთ რომ რაღაცა ოდნავ პატარა დაპირისპირება გადაიყვანონ იმაში რომ იქ ვიღაცა აზერბაიჯანელს ჩაგრავს. ნეტა ესე იყოს დაჩაგრული ესე იგი ქართველი როგორიც ეხლა აზერბაიჯანი ქართველები ვარ დაჩაგრულები საქართველოში და არა აზერბაიჯანელები. ერთხელ და სამუდამოდ ამ ტევე პირველს ფორმულას ხო უნდა გარკვეულწილად გაეცეს პასუხი იმის გამო, რომ ესე ეთნიკურ შუღლს აღვივებენ. მერე ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ თურმე ისე დაიზაფრა ვიღაცა იქ ამ გამოხტომის გამო, რომ შეშინებული, რა შეშინებული დღედაღამე ტელევიზორში აქციები იმართება მარნეულში, დღედაღამე ტელევიზიით გამო, ვინ არის შეშინებული რომ იყოს, ამდენს მიმართავდა კაცო. არ ვიცი ახლა ვინმე ესე ხო არ შეიძლება კაცო, რომ იქ საქართველოა ეს ქვემო ქართლით, რომ ქართულ კაცს სიტყვის ამოღების უფლება არ კონდეს. და თუ ვინმეს რამე დაპირისპირება მოვიდა ეს ყველაფერი ეთნიკურ შუღლში გადაიზარდოს, ხო? იქ რაღაცა ავარია მოხდა მახსოვს და ნუ ქართველმა დაარტყა აზერბაიჯანელს და აწყდა მთელი ამბავი რომ აი ეს არის ზეწოლა, ესე იგი ყველაფერი რაღაცა ოდნავ რამე თუ მოხდება იმ წუთასვე ესე იგი გადააქვთ ეთნიკურ შუღლში, გესმით? ამ დროს როდესაც ჩვენ ვიცით რომ იგივე აზერბაიჯანელებსაც გაუკეთებია და არავის არ უთქვია რომ მაგალითად აზერბაიჯანელმა რო გაიტანა ქართველი ახალგაზრდა იქ მაგალითად ეთნიკური შუღლის გაღვივების ელემენტები იყო. ეს ხალხი ეხლა იცით რა არის საქართველო არის უამრავი რეგიონებია სადაც ძალიან ისეთი მყიფე არის სიტუაცია. ჩვენ რატო ვაძლევთ ამ ტევე პირველს და ფორმულას იმის გამო რომ ესენი ოცნებას ვერ იტანენ იქ რაღაცა ამ ოცნების და ხელისუფლების გამო იქ ეთნიკური შუღლი გაღვიდნენ. გამოდის ეს ტევე პირველი და დღე და ღამე ლაპარაკობს რომ აიო თურმე შევიდაო იქ საკრებულოს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის თავმჯდომარის შვილიო და უთხრაო იმასო აზერბაიჯანი ქართული რატო არ იცი. ჯერ ერთიც აი რომც ეთქვა ეს რომ ქართული არ იცი. ეს რა ეთნიკური შუღლის გაღვივებაა? რა მოხდა მე ადამიანმა თუ უთხრა რომ ქართული სახელმწიფო ენა არის ეს ეთნიკური შუღლის გაღვივება და თუ კი რამე დაზიანება მიაყენა გაარკვევს ამას გამოძიება რა საჭიროა ამ ხელა მაგრამ ესენი არიან უპასუხისმგებლო ხალხო იმას კი არ უყურებენ რომ აი ამ სიუჟეტს შეიძლება მოყვეს რომ იქ შეიძლება რაღაცა უბედურება დატრიალდეს და როდემდე უნდა ვიყოთ აი ესეთ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ ვყავდეს ქვეყანაში უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ტელევიზიების სახით, რომლებიც არათუ დასავლეთის, მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურები არიან.
მე გაოგნებული ვიყავი, როდესაც აი ამ სიუჟეტებს უყურებდი, როგორ ესე იგი ცდილობდნენ ეს TV პირველი და ფორმულა, რომ მაგალითად ქვემო ქართლში გაეჩაღებინათ ეთნიკური შუღლი. მე მინდა მიუმართო ჩვენს ხელისუფლებას, უსაფრთხოების სამსახურს. აღკვეთეთ ამ ფორმულას და TV პირველის მოქმედებები. ესენი არიან ქვეყნის მტრები. ესენი არიან ქვეყნის დაუძინებელი მტრები და ის NGO-ები კიდე რომლებიც მოქმედებენ საქართველოში. ჩვენ ესე იგი, რა ვიცი მე, შეიძლება უცბად რაღაცა არაფრის გამო, შეიძლება ისეთ შარში გავეხვიოთ, რომ არ ვიცი რა. როდესაც ახლა ამას უყურებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, და ვიღაცები აქ გადმოცემენ, რომ აი აზერბაიჯანელების უფლებები ირღვევა, იქ ვიღაცა გალახეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რაღაცა რომ მე აქ დაიწყოს მოქმედებები, მე სად მივდივარ ჩვენ? შეიძლება 500,000 ქართველი აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში. ამის უხმარ ბამბაში ყავს გახვეული ყველაფრის უფლება აქვს, აქა ბიზნესები, საკრებულოში, პარლამენტში, ვისი რა უფლებები, რა ეთნიკური ნიადაგზე ვინმეს უფლებები ილახება. ვერ გავიგე, ეს ხო სირცხვილი არის მართლა. თუ ვინმეს უფლებები ილახება, ჩვენი მოქალაქეების უფლებები ილახება, მაგალითად იგივე ჰერეთში, როდესაც არ აქვს უფლება იმისი, რომ სხვადასხვა დროს ტაძარში შევიდნენ და ქართული ტაძრები ალბანურ ტაძრებად არის შერაცხული. და ის რომ გინახიათ რომელიმე ქართველი საკრებულოში, პარლამენტში ან მმართველ ორგანოში იქ და დღემდე ჩაკეტილია საზღვარი კიდე აზერბაიჯანთან დიდი დისკომფორტი აქვს ქართველობას იქ ვერ გადმოდის. ხო და აქ ჩვენ მოდიში და ქართველებზე უფრო წინ ვაყენებთ სხვა ეთნიკურ ჯგუფებს და ეს ნაძირალად ტელევიზიები მოღალატე ტელევიზიები გამოდიან და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ადანაშაულებენ იმაში, რომ ჩვენ თურმე ვინმეს ეთნიკურ ნიადაგზე ვავიწროებთ, ხალხო. ამას როგორ შეიძლება არავინ არ ეხმაურება, ეს არის საშიში თამაში. ეხლა რაღაც სიტუაცია ჩაცხრა, მაგრამ ხვალდაზე კიდე 1, 2, 3 ასეთი რაღაცა თუ მოხდება, რომ ვიღაცა ამას ასე გააბუქებს, ეს საშიში ტენდენცია არის. ასე დაიწყო აფხაზეთში, ცხინვალში კონფლიქტი, მეტი კი არაფერი არ მომხდარა. ამიტომ მე მინდა ხელისუფლებასავლაგბოთ ეს ტელევიზიები ერთხელ და სამუდამოდ რა. ესენი არც ერთი ქვეყანა, არც თურქეთი, არც აზერბაიჯანი, არც სომხეთი, არც რუსეთი, არც თურქეთი არავინ არ დაუშვებდა იმას, რომ საკუთარ ქვეყანაში ყოფილიყო უცხო ქვეყნის აგენტურა ტელევიზიების სახით. არავინ არ დაუშვებდა ამას. რეგიონში, სადაც 5-10% არის ამ მარნეულში და გინდა ქვემო ქართლში ქართველობა უმცირესობებია, რანაირად შეიძლება უმცირესობამ დაჩაგროს უმრავლესობა, გეკითხები. შეიძლება ეს ხალხო? შეიძლება ესეთი რამე? და მეუფეს მაგალითად უფლებას არ აძლევდნენ, იქ მიწა დაემუშავებინა ეპარქიის მიწა, იმიტომ რომ ესო ჩვენ გვინდაო. იქით ილახება ჩვენი უფლებები, მაგრამ ამას ჩვენ რაღაცნაირად არ ვაბუქებთ, რომ არ გვინდა რომ დავძაბოთ სიტუაცია ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, არ გვინდა რომ რაღაცა პირიქით ვცდილობთ რომ რაღაცა განმოხტო და ეს ტელევიზიები გამოდიან და კიდე ერთხელ მე ასეთ საშიშ თამაშს თამაშობენ. ეხლა მოთმინების ფიალაც ავსებულიც არის, გადავსებულიც არის უკვე რა. ჩართავ აქ ტელევიზიას და მე არ ვიცი, მართლა რო კრიტიკული მედია იყოს, კიდე თვალს დახუჭავდი. ესენი კრიტიკული მედია კი არ არის. ესენი არიან მედია, რომელიც საკუთარ ქვეყანას ებრძვის. და ეხლა გამოჩნდა კიდე ვიღაცეები გამოიყვანეს სარბიელზე ამ 4 ოქტომბრის აქციისთვის ისე ემზადებია, თითქოს დიდგორის ბრძოლისთვის ემზადებიოდეს მთელი საქართველო რა. აი სასწაულები ხდება და ამას ყველაფერს მიხედვა ჭირდება. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენს სტუმართან ერთად. ვისაუბრებთ სოლიდარობა მშვიდობისათვის თავმჯდომარე ბატონი მიხეილ ჟღენტი. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მოგესალმებით თქვენ პატრიციულ მაყურებლებს, მადლობა მოწვევისათვის. აი რა სიტყოდით თქვენ ბატონო მიხეილ, როდესაც აი ესე უაპელაციოთ და რაღაც უომტკიცებულებოდ ხდება ქვეყნის დადანაშაულება, ხელისუფლების დადანაშაულება. ეხლა და აი რაღაცა ცელობები არის საქართველოში ეთნიკური შუღლის გაღვივების. არ ვიცი ეხლა ის კაცი დაკავებულიც არის ამ გიგანიშვილი. მე ვფიქრობ ეს კაცი უდანაშაულოა, საერთოდ არაფერი ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ რომც იყოს ესე არავითარი ეთნიკური შუღლის გაღვივება არ შეიძლება იყოს, როდესაც საქართველოს ერთ მოქალაქეს და მეორე მოქალაქეს შორის რაღაცა ხდება, ხო?
და აი ამას უყურებ ჩვენ რომ ეს ხალხი, ეს მედიები, ექსპერტები, პოლიტიკოსები აი ეს მუდმივად ცდილობენ აქ არეულობის მოწყობას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ იურისტი ბრძანდებით, ადვოკატი ბრძანდებით და კარგად იცით უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომლის დარღვევის უფლება არავის არ აქვს, არც შინ და არც გარეთ. მაგრამ თქვენ ახლა რამდენიმე წუთის წინ ახსენეთ აფხაზეთი და მე მინდა ძალიან დიდი გულის ტკივილი თქვა, სულ რამდენიმე დღეში არის ის სტრაიკული თარიღი, როდესაც დაეცა სოხუმი და დავკარგეთ აფხაზეთი და აი ზუსტად მახსენდება მე მიწევდა ხშირად სოხუმში ყოფნა და განსაკუთრებით აი 80-იანი წლების ბოლოს რამდენად ტკივნეული იყო ქართველებისთვის იქ ნებისმიერი კონფლიქტი და მე მახსოვს ერთ-ერთი კონფლიქტი სოხუმში მოხდა, როდესაც ეთნიკურად ქართველმა ასე ვთქვათ ფიზიკური დაზიანება მიაყენა ეთნიკურად აფხაზს და რამხელა რეზონანსი ჰქონდა მხოლოდ იმიტომ რომ ის იყო აფხაზი და თუმცა ეს იყვნენ მეზობლები, მეგობრებიც ასე შემიძლია ვთქვა და რამხელა რეზონანსი მოყვა რომ აი ქართველები როგორ ჩაგრავენ აფხაზებს და აი დღეს თქვენ საუბართან დაკავშირებით აი ეს 89 ან 88 წელია თუ არ ვცდები, მაშინ სოხუმში ვიყავი და მახსოვს ამდენად ტკივნეულად იყო ეს აღთქმული და ოჯახის წევრებმა ისიც რომ კიდე კაი რამე უფრო სერიოზული არ მოხდა. კიდე კაი ნეტა ქართველი ეცემაო, ანუ ოჯახის წევრებმა ისიც თქვას. ანუ რის თქმა მინდა ეს დაძაბულობა და ეს ამ სიტუაციის სრული იგნორირება და ესე ვთქვათ თვითდინებაზე მიშვება საკმაოდ რთული და საკმაოდ საშიში პროცესია, როდესაც ჩვენს გარშემო ხდება არაადეკვატური, არაერთგვაროვანი პროცესები, არ არის მოხსნილი ის საშიშროება, როდესაც სომხეთს და აზერბაიჯანს შორის შეიძლება კიდე გართულდეს სიტუაცია, იმიტომ რომ ერთმნიშვნელოვნად არ არის ეს ვითარება დარეგულირებული, ეს ეგრეთ წოდებული ტრამპის სახელობის ზანგეზურის ტელეფონზე საკითხები კიდე შეიძლება გადაიხედოს, გადმოიხედოს და არ გვინდა და არ გვაქვს სურვილი ბატონ ნიკოლოს, რომ საქართველოს და ქართველი ხალხი გახდეს აი ამ გარჩევებში ვინმე გამოგვიყენოს და უფრო მეტი დივიდენდი მიიღოს რომელიმე ჩვენ მეზობელმა და მიხვდეს იმას, რომ ჩვენ ქართველები რაღაცას უშავებთ. რამდენი ასობით ათასი აზერბაიჯანელი 100.000 სომეხი ცხოვრობს და ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეთნიკურ ნიადაგზე ყოფილიყო ეს და თუ კიდევ ერთხელ ვიზაღ მოხდა სამწუხაროდ კონფლიქტი ამას გამოძიება დაადგენს და დარწმუნებული ვარ დაიჯება ის ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა. ამიტომ ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა. ჩვენ ძალიან ბევრი კონფლიქტი მე მახსოვს 90-იანებში ბონიში იყო სვანებს და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება იყო სვანებს და ადგილობრივებს შორის. ანუ მაშინ ამას ეთნიკურად არავინ არ აღიქვამდა. ეს იყო ქართველებს შორის დაპირისპირება და დღეს როდესაც ჩვენ გვაქვს ფეთქებადი სიტუაცია და ალბათ ბატონო ნიკოლო ჩვენ დაუბრუნდებით ჩვენ გარშემო რა პროცესები მიდის. აი ამის გაკეთება და ამის გაღვივება და ხელისუფლებამ ძალიან მკაცრად და ძალიან თანმიმდევრულად დროულად უნდა დაასწროს იმ ტელევიზიებს, რომელზეც თქვენ საუბრობდით და ის ტელევიზიები, რომელიც არის პირველში სახელმწიფო ტელევიზია, პირველმა არხმა უნდა მოახდინოს ის სიტუაცია, რომ მოხდეს ამის პრევენცია. ანუ ინფორმაციის მიწოდებას არ უნდა ასწრებდეს ლიბერალური ტელევიზიები პირველ არხს. აი მოგასმენებთ, ეხლა აი ამათ ჩართვებს, როგორი ჩართვები ქონდათ აი ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იქნება ალბათ თქვენთვის. არ გაუხსენებია რას აპირებს გელაზის უწყება და ადებს ვარა ხელბორკილს მარნეული საკრებულოს მაღალჩინოსნის შულს, რომელსაც არასრულწლოვანი მის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ფიზიკურ ძალადობაში ამხელს. დაზარალებული არასრულწლოვანი გამოიკითხა მარნეულში გუშინ გვიან საღამოს და რამდენიმე საათში ის გაუშვეს განყოფილებიდან. ამ დრომდე უცნობია გამოკითხეს თუ არა თავად ძალადობაში მხირებული მამუკა გიგანი, რიჩარდ გიგანის შვილი, ჯერჯერობით არაფერს არ ამბობს. შინაგან სამინისტრო გარდა იმისა, რომ საქმე აღძრეს არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის მუხლით 126-ზე მუხლით მომხდარ ფაქტზე. დილიდან ჩვენ ქართული ოცნების ოფისში ვცდილობთ გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია, თავად გავესაუბროთ რიჩარდ გიგანს, რომელიც ქართულ ოცნებას cis მეორე ნომრად ყავს გაფორმებული ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ასევე ვცდილობთ გავესაუბროთ ამირან
გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც გუშინ ინციდენტის დროს იმყოფებოდა ადგილზე, იმ ინციდენტის დროს, რომელიც პრაქტიკულად გადაიზარდა ეთნიკურ კონფლიქტში, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივები, მარნეულიდან მოქალაქეები, რომლებიც შეესწრნენ ინციდენტს და მათ ჰქონდათ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, როგორ ხორციელდება გარკვეული წნეხი და გარკვეული ტერორი ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან. ადგილობრივები ესე იგი, აი, ქვეყანაში რო იყოს სამართალი და ქვეყანაში რო იყოს მართლა, ეს გოგო ეხა პასუხისმგებაში უნდა იყოს მიცემული. თურმე ესე იგი, იქ მარნეულში ხორციელდება აზერბაიჯანელების ეთნიკური შევიწროება. გესმით თქვენ? აი, საიდან იძახი ამაზე, რის საფუძველზე იძახი? საქმე აღძრული 126-ე მუხლით, ხო? რა საჭირო, აი ამაზე პასუხი ხო უნდა აგოს ვიღაცამ რა. მე მახსოვს ჩვენ რო გარეჯის თემაზე დავიწყეთ აქტიურობა, მაშინ გახარია იყო ეს მოღალატე კონჩიტების დედოფალი და ჩვენ დაგვიბარეს მაშინ სუში და დაკითხვებზე რომ ვისაო რაღაცაო აი ამ შუღლის გაღვივებაზე იყო საუბარი ამ დროს ჩვენ ვიცავდით ჩვენ კუთვნილ ტერიტორიას დავით გარეჯს. ეხლა გამოდის ეს TV პირველი, გამოდის ჟურნალისტი და ოღონდ ესე იგი ხელისუფლებას დაარტყას ამ ხელისუფლების დარტყმის გამო ქვეყანას რევს შარში. რომ ეთნიკურ შუღს აღვივებენო აზერბაიჯანელების მიმართო ხალხო. გაგიგიათ ეგეთი რაღაცა 5-10% შეიძლება ეთნიკური შუღლი გააღვივოს კაცო იქა? უმცირესობაშია ქართველობა იქა. ეს როგორ შეიძლება ეს დავუშვათ ამის მერე ამ ტელევიზიამ საერთოდ იფუნქციონირო შეიძლება? საერთოდ მე როგორ აძლევთ საერთოდ ამათ პასუხებს რა? მე არ ვიცი როგორ ხდება რომ ესენი რო აკეთებენ თავიანთ გადაგცემებს, ჩამოუჯდებიან ეს მინისტრები, ჩამოუჯდებიან ეს დეპუტატები და რაღაცა დიდი რაღაცა შეყვარებულებივით აძლევენ. ამათ შეიძლება დაელაპარაკო კაცო ინტერვიუ მისცეს საერთო? შეიძლება ესეთი რამე? არა, შეიძლება, უღონდ ნახეთ როგორა უნდა დაელაპარაკო არგუმენტირებულად და ენის მოშლიქვის დრო დასრულებულია. არ შეიძლება ბატონო მიშე, მე გეტყვით ერთი წამით უნდა დააყენო თავის ადგილზე დასვა. არავითარი ერთი წამით ეს ტელევიზიები არ უნდა ფუნქციონირებს არავითარ შემთხვევაში თქვენ რასაც ლაპარაკობ, ეგ შეიძლება ჩამოუჯდე და არგუმენტირებულად დაელაპარაკო, თუ ეს არის ტელევიზია. ეს არ არის ტელევიზიები. ანუ არ შეიძლება მეგობრებო, აი ხა თქვენ რასაც ლაპარაკობთ ბატონო მიშა ხო? ეს შეიძლება ტელევიზიას ელაპარაკო, თუ კი არის ტელევიზია, მაგრამ ეს ტელევიზია არ არის ტელევიზია, ეს არის სპეცსამსახური. როდესაც ქვეყანაში ტელევიზია ეგრეთ წოდებული ცდილობს, რომ ეთნიკური შუღლი გააღვიოს, როდესაც ტელევიზია იმას ამბობს, რომ ნეტა საქართველოში მართლა ბოდიში დასანქცირდეს მთელი ქვეყანაო, ეს არ არის ტელევიზია. ამას ჩვენ ვითმენთ რამდენი როგორ შეიძლება ამ ერთ განცხადებას რომ საქართველოში თურმე ვიღაცების უფლებები შეიძლება აი ხვალ რომ ალიევმა ადგეს და ბოდიში და რაღაცა ისეთი მოქმედებები დაიწყო ჩვენი ქვეყნის მიმართ მეო ეხლა ჩემი თანამემამულეების უფლებები ირღვევა და მე უნდა დავიცვაო და რაღაცა ძალისმიერი მეთოდები რომ განახორციელო სად მივდივართ მე ჩვენ თუ რამე წინაღუდგებით ამ ყველაფერს შეიძლება ხალხო ამ ტელევიზიას ასე მწვანე შუქი კონდეს ანთებული? შეიძლება რომ ესეთი რაღაცა ყოფით ნიადაგზე ადამიანს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ყოფით ნიადაგზე მოუვიდეს კონფლიქტი მეორე ადამიანთან და გამოდის ეს ვიღაცა ჟურნალისტი და მთელი დღე ორი დღე ატრიალებდნენ იმას რომ საქართველოში ეთნიკურ შუღლს ვაღვივებ ჩვენ და თურმე ეთნიკურად ჩაგრავთ აზერბაიჯანელებს რომელ აზერბაიჯანელებს 500,000 არიან. არავითარი უფლებები, მთელი ბიზნესი, მთელი პარლამენტში თვითონ ხედან, საკრებულოში, მერი აზერბაიჯანელია, იქ ადგილობრივი რანაირად ჩაგრავთ თქვენ, ჩვენ ვით ჩაგრავთ, მაინტერესებს. და ამაზე არ უნდა გაეცეს ამ ტელევიზიას პასუხი, კაცო. დავით გარეჯის გამო თუ აღიძრა საქმე, რომ დავით გარეჯის დაცვა ყოფილა საქართველოს თუჯის თურმე საზიანო, მე ვერ გავიგი ამაზე საქმე არ უნდა აღიძრას და ეს ხალხი პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს, გეკითხებით, ა? სამწუხაროდ ეს მოცემულობა არის. მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოდის ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი, რომელიც კურირებს აღმოსავლეთ ევროპას და ჩვენ რეგიონს და არ ხვდება საქართველოს ხელისუფლებას და ხვდება ოპოზიციას, ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს არის მათთვის ის ნიშანი და ის ანთებული მწვანე, რის შედეგადაც მათ აქვს ამის უფლება. ამიტომ ჩვენთვის თავარი ამოცანა რა არის ბატონო ნიკოლოზ? ჩვენ ჩავეხსნათ უნდა აი ამ მრავალწლიან აწლეულების სტიგმას და
ვიაზროვნოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. სხვანაირად ჩვენ აღმოჩნდებით ძალიან სახიფათო ველში შევდივარ და 4 ოქტომბრის გამოყენება 4 ოქტომბერი ეს არის სპეცოპერაცია, რომლის დანიშნულება მთავარი დანიშნულება არის და ნახეთ რას ამობენ 4-ში კი არ 4-ში დავამთავრებთო ეს მათთვის არ არის მისაღები 4-დან ვიწყებთო ნუ ერთი ნაწილი ოპოზიციის ამბობს რომ 4-ში ვიწყებ და 4-ში ვამთავრებთ მეორე ამბობს რომ 4-ში ვიწყებ და ეს იქნება განგზობითი პროცესი ამას მე დარწმუნებული ვარ ამ ოპოზიციას და ამ ტელევიზიებს სერიოზული მხარდაჭერა ექნებათ როგორც ფინანსური ასევე ზეწოლის თვალსაზრისით ხელისუფლებაზე და ეს გამოიწვევს იმას რისის ხიფათის და რისის შეშიც ჩვენ გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეგიონში არ არის ერთგვაროვანი პროცესები, არის რთული პროცესები და არავინ არ იცის რაზე, როდის გაიცვლება. და ღმერთო დაიფაროს, რომ აი ეს ტერიტორიები, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული ჩვენი თანამოძმეები, აზერბაიჯანელი და სომხები, ვინმე არ გამოიყენოს იმ კონფლიქტის ასაგორებლად, რომელიც გამოიწვევს შეუქცევად პროცესებს. და იქნება შეუქცევადი პროცესები საქართველოს თვის ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უკვე ის პროცესები, რომელიც საქართველოს საბოლოოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, მე არ მინდა. ახლა ცოტა უფრო მკაცრი გამონათქვამები და უფრო დავძაბო სიტუაცია, მაგრამ არ არის ვითარება ერთმნიშვნელოვანი და მსგავსი განცხადებები ამ ტელევიზიებისგან იქნება და თუმცა ერთი რამეც არის, რომ მათ რაც უფრო ახლოს მოვა არჩევნების პერიოდი 4 ოქტომბერი, მით უფრო მეტი ექნებათ, ასე ვთქვათ, ზეწოლა ხელისუფლებაზე და საქართველოს მოსახლეობაზე, რომ შექმნან ფონი, რომ აი რაღაცა მარნეულში მოხდა არნახული უბედურება და ეთნიკური ნიშნით მოხდა ადამიანების შევიწროება. თუმცა თქვენ სწორედ ბრძანეთ დასაწყისში, რომ აზერბაიჯანელს რომ მოუსლო და ავარია ან რაღაცა შელაპარაკება ეთნიკურად ქართულთან, ეს გატარდებოდა როგორც ყოფითი მდგომარეობა და ყოფითი არა, კიდე იქნება. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით არა, ეხა იქ ყოფილა. ხარ აზერბაიჯანელს გაუტანია კიდევაც ქართველი ახალგაზრდა ბავშვები იქ ბოდიში ეკლესიაც გაძარცულა, რაღაცა ყოფილა, მაგრამ არავის არ ყოფილა ეგეთ შემთხვევა, რომ ეს ეთნიკურ შუულზე გადაკვალიფიცირებულიო. იქ კიდე ეხლა მე მახსოვს ადრე კორონავირუსი იყო, შევიდა სასწრაფო, მთელი ამბები ატყდა დაუნგრიეს, დაუმსხვრიეს, ესე იგი სასწრაფო მანქანა, პოლიცია ერთი კაცი არ დაჟილა, ამის გამო ადმინისტრაციული წესი. ჩვენ ხედავთ რომ არ შეიძლება ესეთი რაღაცა პატარა ყველა რაღაცა მოხდეს იქა ქართლსა და აზერბაიჯანის შორის უხდება რაღაცა ხო არ შეიძლება ყველაფერში ჩვენ დაგვადანაშაულო კაცო და ეს მედია ვინ არის კაცო მე გეუბნებით ნეხა ნებისმიერი ქვეყანაში ეს ტელევიზია დღესვე იქნებოდა გამორთული ამის გამო რა მანდავე ჩარში უნდა გავეხვიოთ კაცო შეიძლება ამის შარში გავეხვიოთ კაცო შარში არ გავეხვევით ერთი უბრალოდ არა როგორ არა ამას უყურებთ თქვენ ერთი წამი თქვენ ხო არ გონიათ ეხლა აი ეს მესიჯები რო ცელდება აქ აი ეს არ მიდის სადაც საჭირო თქვენ როგორ გონიათ ეს არა მე მგონია რომ მიდის ხო და მე უკვე გახვეული ვართ უკვე ეხლა ისინი ადგენიან რო ჩამოვა აქ აზერბაიჯანის დელეგაცია ამას მოინიშნავს და იტყვის აი აქ ესეთი ყოფილა ჩვენ ვიტყვით არა აგერ თქვენი მედია ლაპარაკობს თქვენი ექსპერტები ლაპარაკობენ ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ რა და უკვე გახვეული ხარ შარში შენ გახვეული ხარ შარში და ეხა ეს შარში რო ხარ გახვეული ამას არ მოყოლია შედეგი ჯერ და ხვალ შეიძლება უკვე ამას მოყვეს ძალიან მძიმე შედეგები და ამიტომ ვიძახი პრევენცია სიტყვა იმას ნიშნავს რომ რაღაცა ისეთი ზომა მიიღო რომ ხვალ წყალში არ გადავარდე და ამიტომ მიმართავთ რომ გამორთეთ ეს ტელევიზიები გამორთეთ ამას რამდენი ხანია ჩვენ ვამბობთ არა ერთი თვე, არა ორი თვე და არა ერთი წელი და ორი წელი, მაგრამ ამ ტელევიზიების გამორთვა პირდაპირ დაკავშირებულია დასავლეთთან ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას. მაშინ უნდა პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლებამ თქვას, რომ ჩვენ ის რაც ხდება ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში არის შვედის მიუღებელი და ამ ტელევიზიების სახით ჩვენ გვყავს მე-5, მე-6 თუ მე-7 კოლონა. ამაზე წავალთ არ ვიცი. მე იმედი მაქვს რომ ადრე თუ გან ეს მოხდება, მაგრამ დღევანდელ ეტაპზე ეს ჩემთვის რაღაცა ჯერჯერობით ამას ვერ ხედავ, მით უმეტეს არჩევნების წინ. მე დარწმუნებული ვარ, ეს ტელევიზიები დღეს როგორც იქცევიან,
ორი კვირის შემდეგ გაცილებით რომ გახელებულები და უფრო ცხელთ და შეიძლება მოგონებული ინფორმაციები მოიტანო. ესეთი ინფორმაცია, რომელიც არ მომხდარა. მაგრამ მათი ამოცანა, ჩვენ ხო ვიცით, ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. ჩვენ ხო ხედავთ ამდენი წლის განმავლობაში, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული, მათ მიერ კარგად გაზულუქებული ტელევიზიები და არასამთავრობო ორგანიზაციები რა ნაბიჯებს დგავენ. მოდით გავიხსენოთ, თუ გნებავთ ეგრეთ წოდებული აგენტების კანონი, ხო? აი, აგენტების კანონის მიღების შემდეგ ქუჩაში გამოსული მოსახლეობის რაოდენობა, ანუ ამ NGO-ს და მათი მომხრეების რაოდენობა და გავიხსენოთ პარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც მათ გამოაცხადეს გაყალბებულად გამოსული მოსახლეობის რაოდენობა. დაახლოებით ნახევარი არის შეფარდება რო ავიღოთ, ხო? რატო გამოვიდნენ აგენტების კანონთან დაკავშირებით? უფრო მეტი, იმიტომ რომ ეს შეეხო მათ პიროვნულ ინტერესებს, მათ ჯიბეს. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნები, ეს იყო რა თქმა უნდა მათთვის მიუღებელი, მაგრამ ისეთი მწარი არ იყო, როგორც დაუშვათ აგენტები. ერთი რამე, აქ ჩვენ მარტო ჩვენ კი არ უნდა, მე კი არ უნდა ამოვიღო ამაზე ხმა. ვერ გავიგე ეს ხალხის კიდე ბოდიში რა პირუტყვები ხო არ ახართ და საქონელი ხო არ არის მართლა ეს აუბედო. ვიღაცამ ხო უნდა ამოიღოს რომ ბოლო-ბოლო ეს ტელევიზია, მართლა რომ ტელევიზია იყოს კიდე არაფერი, მაგრამ არ არის ეს ტელევიზიები რა. არ შეიძლება ეხა ჩვენ თუ კატეგორიულად არ მოვითხოვეთ ამ უცხო ქვეყნისა, ეხა ვიღაცა მიტყვის რომ აი რო გაგიჭირდება, აბა საწახო. სად გაგიჭირდება ეხა ქართველი კაცს თუ გაუჭირდება ეს ტელევიზია არ გააშუქებს არაფერს რა. თქვენ გინახიათ ამ ტელევიზიის მეშვეობით დაყენებული იყოს საკითხი ერდოღანმა რო გააკეთა განცხადება თურქების ჩამოსახლებაზე. სადმე ეგ საკითხი წამოწია ამათმა. დავით გარეჯის ბოდიში და აი ამ წართმევის ორგანიზატორებს ტაშს უკრავდა ტელეკომპანია პირველში ხალხი ტაშს უკრავდა. ეს ადგნენ ფეხზე და იმას ტაშს უკრავდნენ იმ მოღალატეებს. შეიძლება კაცო ეს ტელევიზია არსებობდეს საერთოდ ვერ გავიგე. მარტო აქ ტელევიზია არ არის, ტელევიზია ქმნის რევოლუციას. რუსთავი 2 რო არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ხო ბარდების რევოლუცია რა. ხო და ამიტომ არის ესე მიშვებული რო არის ყველაფერი, არ შეიძლება ეს მიუშვათ ეს პროცესები ჩვენ. კი ბატონო, მე გეთანხმებით, მაგრამ ამ პროცესს მე და თქვენ არა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება რომ გავავთხილოთ. ეხლა მე არ მაქვს აქ პარტიები სამწუხაროდ დაემსგავსდნენ მარტო ტელევიზორში მოლაყბე ხალხს. ზოგი მე ლაპარაკობს რომ აიო ჩვენო ხელისუფლებას ვაკრიტიკებთო ზოგჯერ მე მესმის ხოლმე და აი თქვენ რა შვებითო რა ვიცი რა ჩვენ გაკრიტიკა ამ ხელისუფლებას არ აკლია მაგრამ ბიჭო თუ აკრიტიკებთ საქმე მარტო კრიტიკა არ არის ეგეთი ოპოზიცია ყველა ხელისუფლება ინატრებდა ისეთ ოპოზიციას მარტო მოლაყბე როა და ლაპარაკის მეც არაფერს არ აკეთებს შენ საქმე უნდა გააკეთო მიმართო რაღაცა განცხადებით, რაღაცა გარკვეული ქმედებებით. ლაპარაკი კარგია, მაგრამ მარტო თუ ლაპარაკო ბაში ემსგავსები მარტო ჟურნალისტს, ხო? განცხადება მარტო არ კმარა. ანუ ყველას აწყობს იგეთ ესეთი ოპოზიცია, რომელიც მარტო ილაპარაკებს. ხო და მეთანხმებით. თუ არაფერს არ გააკეთებ, იჯექი სტუდიაში და იყავი, არ გამოყრიდეს სტუდიიდან. ხო, მაგრამ სტუდიიდან არ გამოდიან და არა, ზოგი სტუდიიდანაც არ მიმართავს. არა, უყურეთ, ნახეთ, ეს სტუდიიდან არ გამოსვლა და დღევანდელი მარნეულის ინციდენტი. ეს ერთმანეთთან მოდი გავიდნენ სტუდიიდან. გავიდა სტუდიიდან თვითონ ტელევიზია და არა პარტიები. პარტიები იყო იქ ჩასული? არა, უყურეთ, ამ შემთხვევაზე არ ნუ გავაგიგევებთ, ეხა პარტიებმა ეხლა იქ არ უნდა ჩავიდნენ და პირიქით შუღლი კი არ უნდა გააღვივონ მართლა კაცო და იქ ეხლა ჩასვლა შეიძლება მე კი არ ვიძახი რომ ვინმე იქ უნდა ჩავიდეს მე ასე არ დამიყენებია მე ზოგადად ვლაპარაკობ აქ რომ რაღაცა პრობლემა რო არის აი მაგალითად TV პირველი იქ ჩასვლაზე ამ კონკრეტულ ეს ტელევიზია მარტო ეხლა ხო არ მოქმედებს ესე უნდა დაისვა საკითხი რომ ეს ტელევიზიები მარტო ეს TV პირველი კი არა ვინც კი ბოდიში ფინანსდება დასავლეთიდან ვინც კი რაღაცა კავშირში არის აი ხო იძახია რომ თქვენ მაგალითად პრორუსული ისა რა ქვია ტელევიზია ხართ ერთი წარმომიდგინეთ დოკუმენტი 1 რუბლი რო ავიღეთ რუსეთიდან ჩვენ ერთი რო ყოფილიყო ეგა ხო აქამდე ტვიც აიღებდა ეს შავნოდარა და ვიღაცეები ხო გვეძახია ჩვენ რომ თქვენ ახართო კრემლის პროპაგანდისტებიო და რუსეთიდან იმართებ ერთი წარმომიდგინეთ დოკუმენტი სადაც 1 რუბლის აღების დოკუმენტი გვაქვს ჩვენ
ეხლა ვიღაცა რაღაცა იქით-აქით დაიწყებს, რაღაცა თუ არის სადღაც რაღაცა პრობლემა და არ მინდა ეხლა მე არ მაქვს დელეგირებული უფლება იმაზე ვილაპარაკო, სიმართლე გაირკვევა რაღაც პრობლემებთან დაკავშირებით, მაგრამ ტელევიზიას რაც ეხება, არ შეიძლება ქვეყანაში ტელევიზია საფარქვეში მოქმედებდეს უცხო ქვეყნის აგენტურა. აი ეს არის. და ამაზე უნდა იყოს აქტიური მოქმედებები, განცხადებები, მოწვევა, პარტიებმა უნდა მოიწვიოს შესაბამისი უწყების დარგის უწყების თანამშრომლები, შესაბამისი სამინისტროები და მოთხოვო კატეგორიულად რომ დაისვა საკითხი ამ ტელევიზიების პასუხისგებლობის საკითხი. ეს არ არის დემოკრატია. რომელმა პარტიებმა? ნუ ვინც არის, რა ვიცი. არა, ვინც არის დღეს ოპოზიციური პარტიები ამას რო არ დააყენებს, ხო იცი, ბატონ ნიკოლოზ? ნუ იცით რა, ვისაც აქვს პრეტენზია პარტიობაზე, იმან უნდა დააყენოს. არ მინდა ხა კონკრეტული პარტიების დახასიათება და მე რო ერთს ვიტყვი 10 ღებულობს თავის თავზე. ერთხელ თქვი რომ ერთი მეთქი ვიღაცა მეთქი სოდომისტია და 9 კაცმა დამირეკა მე და მე ვიტყვი შენ რატომ მიიღე შენ თავზე მეთქი და ისი არის ახლა რაღაცას რომ ეხა ვიტყვი ხო ესეთი ვიღაცა ღებულობს თავის თავზე ერთი კონკრეტული კი რა 10. არა ეთქო აქ შინაგანი განსა რაღაცა. ამიტომ არ ვიძახი ხოლმე, იმიტომ რომ ერთი კი არა ყველა ეგეთები არიან. ლაყმობის მეტი არაფერი არ იციან და ეს არის პრობლემა. და ვინმე საჯობოს ლაყმობაში ამაზე აგებული პოლიტიკა დღეს საქართველოში. რატო არის ციტეგრე? არა, მე კი, არა, ჩვენ კი ვიცით ეს, მაგრამ დღეს ფაქტი, აი ეს ფაქტები რაც ახლა რითაც დაიწყე გადაცემა, ეს რო ესე გაგრძელდეს, ამაზე პასუხს მე ვინ აგებს? ანუ პასუხისგებელი ვინ არის იმ პროცესებზე, რომელიც შეიძლება მე გაექცეს სამწუხაროდ ხელისუფლებას და მთელ ქვეყანაზე ეს დაგვიბრუნდეს უკან, ხო? იმის ფაქტად რომ პარტიები საუბრობდეს და იგივე იმ საკითხებზე, რომელიც არის ძალიან აქტუალური, სოციალური საკითხები, ყოფილი საკითხები, ეკონომიკის მდგომარეობა, ანუ ამაზე არავინ არ საუბრობს და გადავიდნენ იმაზე, რომ თურმე ერთმა ქართველმა აზერბაიჯანელს მიაყენა შეურაცხყოფა ენის არცოდნის გამო, ასეთი ფაქტი ხდებოდა კომუნისტების დროს, დამოუკიდებელ საქართველოს პირველ წლებშიც, ეხლაც ხდება და კიდე მოხდება. და ოჯახში არის ხანდახან ერთმანეთს დაპირისპირებად. ახლა ჩვენ თუ ავაწყეთ ჩვენი ურთიერთობა იმაზე, რომ აზერბაიჯანელი მოსახლეობა დავიპირისპირეთ და მოვახდინეთ იმის პროვოცირება, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლიდერები იქნებიან თუ პარტიები თუ ხელმძღვანელობა თუ სახელმწიფო თუ სპეცსამსახურები ეს გამოიყენოს, აქ უკვე სხვა პრობლემასთან მივალთ, რომელსაც შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთხელ მეორე ძალიან სერიოზული პრობლემები, რომელიც მე დარეგულირებაც აი ამ არეულ სიტუაციაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება და თქვენ კარგად იცით რომ ასეთი რამის პრევენციას ჭირდება კიდევ სხვა ასე ვთქვათ სატელევიზიოს არ ვიტყვი, მაგრამ საზოგადოების საგანმანათლებლო მუშაობა ადრე იყო ესეთ მუშაობა მასებში. ანუ ხალხმა უნდა იცოდეს რომ და ერთი რამეა კიდე რა ჩვენ თითქმის ყოველდღიურად კვირაში რამდენჯერმე აზერბაიჯანის მოსახლეობის ეთნიკურად გვაქვს გასაგებია ეს მარტო ეს თემა აქ უყურეთ არ მინდა ხა მთელი გადაცემა არ მინდა მაგას დავუთო აქ უბრალოდ რაზეა ლაპარაკიც ბატონო მიშა მარტო ეგ თემა აქ კი არ აღვივებენ ესეთი შუქს აღვივებენ იგივე რუსულ-ქართულ თემაში როდესაც მაგალითად ეხლა აი ხედავ აგერ რომ აი რუსეთთან დაკავშირებით აღვივებენ როდესაც იგივე ამ ეთნიკურ ჯგუფზე საუბრობენ ყველას მიმართ აღვივებენ შუქს ქვაქვან უდარჩენილა ოღონდ ესე იგი ამათმა თავიანთ ბიზნესს მიაღწიოს. მარტო ამაზე კი არ არის. რამდენი იყო ჩამოსული რუსეთიდან, მაგრამ რუსეთზე ვისა რამდენი იყო კვერცხებით ჩამოსული ხელოვნების მუშაკები, ინტელიგენტი წარმომადგენლები ავტობუსებს დახვდნენ კვერცხები ესროლეს. მათი დაკავება მოხდა ანუ ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან ბატონ ნიკოლოზ რომ საქართველოში ხელისუფლებამ უნდა განურჩევლად ვინ ჩადის ამ დანაშაულს. ეს არის ეგრეთ წოდებული ლიბერალური წარმომადგენლობა თუ ეს არის ხელისუფლებას დაახლოებული ადამიანები უნდა ადეკვატური პასუხი გაეცეს. ამაში მეთანხმებით თუ არა? არა, რა თქმა უნდა, აბა მაგას ვსაუბრო, მეთანხმებით კი მაგას ვიძახი მე. აი ხა კიდე ერთი რაღაც საშინელი ფაქტი ხდება ამ 4 ოქტომბრის აქციისთვის რა გადარჩა პრინციპში დღეს 22 არის უკვე, ხო? პრინციპში არჩევნების დღეს დაამტყიეს ესეც. ნახეთ ეგერ რა მიმართვებს აკეთებს ყოფილი ძალოვანები. სტატები მოქმედი ძალოვნები არიან, მიმართვის ავტორები კი თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკები, თადარიგის მაიორები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ომის მონაწილეები, მათ შორის აგვისტოს ომის მონაწილეები, მიმართვის ავტორები არიან ყოფილი სამხედროები და ყოფილი პოლიციელები, ადამიანები, ვინც იძულებულები გახდნენ სამშობლო დაეტოვებინათ და ემიგრაციაში წასულიყვნენ, მათ შორის ქართული ოცნების პირობებშიც კი წავიდნენ ემიგრაციაში მათი
ნაწილი და დღეს მათი მთავარი სათქმელი არის ის, რომ მათი ყოფილი კოლეგები უნდა დაემორჩილონ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას, უნდა შეასრულონ სამშობლოს წინაშე დადებიული ფიცი, არ შეასრულონ პარტიული დავალება, არ შეასრულონ უკანონო დავალება და 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების გვერდით დადგნენ და არ აწიონ ხელი საკუთარ თანამებრძოლებზე. ჩემს ხელში მინიმუმ ალბათ 10,000-ობით ჯარისკაც სამხედროს გამოუვლია და ყველა ვიცნობ და იცით რომ არასდროს შევგუები ვარ მე და არასდროს არ შევეგუები უსამართლობას. ამიტომ თქვენც მოგიწოდებთ, გადადგით თავისუფლად ის ნაბიჯი, რაც გაგათავისუფლებთ ყოველგვარი შეზღუდვებისგან. ჩვენ ყველა თქვენს გვერდით ვიქნებით. ჩვენ გავერთიანდებით და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის სწორად წარმართვას. საქართველოს ბედი ყოფნა არ ყოფნის საკითხიც ხდება და დრო თითქმის აღარ რჩება და იწურება. მხოლოდ და მხოლოდ დაგვრჩა ძალიან ცოტა და ამისთვის საჭიროა რომ ყველანი გავერთიანდეთ. ყველამ ერთად დავდგეთ. არც ერთ ჩვენგანმა უკან არ უნდა დავიხიოთ. უნდა ვიბრძოლოთ ისე რომ თითქოს უკანა გზები ჩახირგული გვაქვს და ამიტომ დიდგორი ანუ ძლევაი საკვირველი მეორედ უნდა ეწოდოს 4 ოქტომბერს. ყველას ვთხოვ, ვისაც კი ვიცნობ საქართველოში რომ დაიცვან ქართველი ხალხი, დაიცვან ქართული კონსტიტუცია, დაიცვან გმირების, ჩვენი ქართველი გმირების დანატოვარი, ვისთვისაც მათ თავიანთი სიცოცხლე გაიგეს და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით. არ დაუპირისპირდნენ ქართველ ხალხს, არ შეასრულონ რუსეთის გეგმა, რუსეთის განზრახვა და ხელი არ აიღონ ქართული ხალხის წინააღმდეგ. 4 ოქტომბერი ეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენთვის. ჩვენ რევანშისთვის არ ვემზადებით. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ საქართველოს იცხოვროს დემოკრატიაში, დემოკრატიულ საწყისებზე და იყოს სამართალი ჩვენს ქვეყანაში. იყოს იმის არჩევანის უფლება, რომ ჩვენი აზრი გამოვხატოთ და არავინ ამის გოლისთვის არ გვდევნიდეს და არ გვაგდებდეს სამსახურიდან. მოგმართავთ რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. დავფიქრდეთ და ვიცოდეთ რომ ჩვენი გზა არის დასავლეთით. ჩვენ ვეტერანი ძალოვნების მიმართვა შეერთებულ შტატებში არის ჩაწერილი. ეს არის ადამიანები, ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე თავდაცვის სამინისტროს და მიაჩნიათ, რომ რეორგანიზაცია ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ორივე უწყებაში. ეს ხალხი, ვის მიმართვასაც ახლა საზოგადოება ისმენს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა შტატებში არიან დასაქმებული, სხვადასხვა სამსახურებში და ისინი საკუთარ პროფესიულ მოვალეობას იქ ვერ ასრულებენ. თუმცა იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მათ 4 ოქტომბრის დიდი საპროტესტო აქცია, სადაც მშვიდობიანი რევოლუცია არის და ანონსებული, რომ ყველამ საკუთარი საქმე გადადო, შეიკრიბა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთად მიემართათ სწორედ მოქმედი ძალოვნებისთვის. ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ხალხს და არავის სხვას. ხალხი ვიღებულობთ ჩვენ ამს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად ძალა ერთობაშია. მე ისე გამოდიან ეს ხალხი, ესე ომახიანად თითქოს ამათმა რამე ომი მოიგეს საქართველოში. თითქოს რამე დამსახურება აქვთ ამათ საკუთარი ქვეყნის წინაშე. თქვენ დალოცულება, ახლა რო ესე ომახიანად გამოდიხართ, რომ აიო, ესო დიდგო. სად იყავით თქვენ მართლა ხალხს ხრიტავდეთ? თუ თქვენ გამოდიხართ ეხლა უსამართლობის გამო, რომ ქვეყანაში ხდება, ხო? უსამართლობა რო ხდებოდა ქვეყანაში, რომ სისხლში აღჭობდა სააკაშვილი და თქვენ რო ჯარისკაცის ფორმა გაცვიათ, აი ეს ჯარისკაცის ფორმა რო შებღალა, თქვენმა მხედართმთავარმა, რომელმაც საქართველოს ჯარის, საქართველოს იმიჯი შელახა იმ გაუაზრებელი მოქმე, სად იყავით მაშინ? 7 ნოემბერს რო ჯარი იყო გამოყენებული ხალხის იმაში, დარბევაში, სად თქვენ იყავით ალბათ იქ ჯარისკაცების საკითხ ხალხს რო ურტყამდნენ იქა ქართველი ხალხი რო გალახეს. სად იყავით ხალხს რო ხრიტავდნენ უმოწყალოთ ადამიანებს მართლა რო იმეტებდნენ. მაშინ თუ ხმას არ იღებდით, ეხლა რატო იღებთ ხმას? რატო? იმიტომ რომ თქვენც იმ სააკაშვილის ზონდერ დაჯგუფებების წევრები ხართ. მოგენატრათ სისხლი, ქართველი ხალხის სისხლის წოვა. ქართველი ხალხის და საქართველოს ადგილი ევროპაში კი არ არის და საქართველოს ევროპისკენ კი არ უნდა მიისწრაფოდეს, საქართველოს უნდა მიესწრაფოდეს სოხუმისა და ცხინვალისაკენ. აი თქვენი გამო არის რომ საქართველოს დაჩორდა სოხუმსა და ცხინვალს. აი მამ ევროპას ზახილმა. და სამწუხაროა რომ აი ეს ადამიანები ისა ქართველი სადაც გაძღა სამშობლო იქ ეგონაო. ეხლა ამერიკაში გაძღდნენ, გესმის?
იქ დააპურეს და ეხა იქიდან ყელყელაობენ. ჩამოდით ერთი და აქედან ილაპარაკეთ მაგ სიტყვებით. ეხა გახვედით იქა იმ ამერიკამ რომელმაც საქართველოს მიატოვა, რომელი ქვეყანის დროშა გიკიდია თქვენ და რომელმაც 2008 წელს საქართველოს მიატოვა. ხო იყო ჩვენი მოკავშირე ამერიკის ჯერდა. რატო არ დაგვეხმარენ არაფერში? რატო არ შეაჩერეს რუსის ჯარი? იმიტომ რომ თქვენ ხართ რენეგატები და მოღალატეები თქვენ. შეიძლება ეს ხელისუფლება კი ბატონო არ მოგწონდეს, მაგრამ როდესაც გამოდიხართ და მოუწოდებთ იმას, რომ პოლიციას და ჯარს რომ თურმე ხელი არ გაანძ, რა ვქნათ ეხლა ვერ გავიგე რომ გიმათ ბოდიში და ეხლა არ მინავ თქვა მე დაგვაჯარიმებენ, სოდომისტებს გადაულოცოთ ეს ქვეყანა? აკაცუკებს? აი ეს უნდა გავაკეთოთ თურმე. ბანაკოს. ეხლა თქვენ ვზანეთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაეხმარა ამათო. არა ესენი თვლიან რომ ქვეყანას არ დაეხმარა მე მაგას ამათ კი დაეხმარა კაცო ესენი თვლიან ამათ დაეხმარა ამათ დაეხმარა რომ ქვეყანას არ დაეხმარა ხელისუფლება შეუნარჩუნეს ამაზე კი კაცო მაგას ვიძახი ესენი თვლიან რომ მას ქვეყანა აინტერესებს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთს საქართველოს ხვალ რომ საერთოდ გაებას ომის მაშინ ქარცერხში მაგას მიესალმებიან ესენი აი კიდე ერთხელ ვიმეორებ რა მათი ინტერესი რა არის ოღონდ მათი ხელისუფლება იყოს ხელისუფლებას ეუბნებიან შენ უნდა წახვიდე მე უნდა მოვიდე ანუ სხვა აქ განსხვავება რომ მე ამას ვიზავ ამას არა აქ არის საუბარი დასავლეთი იქნება ჩემს გვერდით და დასავლეთთან ერთად რომელიც იშლება ეს დასავლეთი ევროკავშირის ბრძოლა იწყება მალე აქ ესე ვთქვათ მიაქნებენ ამ ქვეყანას 20-25 წელი კიდე გასაგები იყო გავიგებდი რომ ევროპაში და ევროკავშირში რაღაცა ხეერი გენახა დღეს რო ქვეყანას ევროპის გზისკენ მიაქანებდა ევროპაში გინდა ნუ ან ბრიყვი ხარ ან მოსყიდული ან მართლა პირადი რამდენიმე ასეული თუ 1000 ადამიანის პირადი ინტერესებიდან გამოვდივართ მე ასე უყურებ ამას და რაც შეეხება ამ სამხედროებს ხო ეს სამხედროები 2008 წელს ერთმანეთს ასწრებდნენ 2008 წლის 9 აგვისტოს ყველაფერი დასრულებული იყო ის ღაპრები რომ აგვისტოს 5 დღე კარგად გამახსენდა ფილმი გადაიღეს რომელიც არასოდეს არავის არ ერთხელ აჩვენეს და კაცურს არ ახსოვს ეს ფილმი და მილიონები ჩაიყარა ამაში ხო ეს პიარი და აი ეს პროპაგანდა დასავლური იმიჯის დაინგრა 2008-ში დაინგრა ეხლა დაინგრა უკრაინაში კიდე დაინგრება და მაინდა-მაინც დასავლეთმა თქვა რომ ჩვენო რუსეთიო ვაიძულეთ რომ მისი სახე გამოეჩინაო და სხვა ჩვენებიც ამობდნენ მაგას რომ რუსეთი ვაიძულეთ ნიღაბი ჩამოეხსნაო ებიჯო რუსეთის ნიღაბის ჩამოხსნისთვის ღირს შენი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და კიდე ახალ კონფლიქტში შესვლა მოდით ასე ვთქვათ რა საუბარი არის ხელისუფლების შეცვლაზე ხელისუფლებაში მოსვლაზე და შემდგომში ძალიან კარგად იციან რომ ამ ხელისუფლებას ისინი მაინც ვერ შეინარჩუნებენ. ელემენტარულად არის საჭირო იმ დავალების შესრულება ბატონო ნიკოლოზ, რომელიც მათ მიიღეს და ამაში იღებენ საკმაოდ დიდ ანაზღაურებას. არაერთხელ გვითქვამს, როგორც უცხოეთში ჩემი ყოფნის და ჩვენი კოლეგების და თქვენი ყოფნის დროს, გვითქვამს, რომ ეს NGO-ები და ის 6 მილიარდს, რომელსაც გვამადლიდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, 6 მილიარდიდან 99 და 9/10 წასული არის ამ NGO-ებში. ერთი შენობა, ერთი სკოლა, ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება არ გახსნილა, არ შექმნილა, ერთი ფაბრიკა, ერთი ქარხანა, ერთი არაფერი ეს იყო ყველაფერი 30 წელი ამ ქვეყნის გამოყენება, ამ ქვეყნის შექმნა ქვეყნად რომელიც ყოფილიყო რუსეთის საწინააღმდეგო და უნდა ყოფილიყო მუდამ ფეთქებად სიტუაციაში. დღეს იგივე მდგომარეობა გვაქვს. საქართველოს უნდა დაუბრუნოს დასავლეთმა ის ფუნქცია, რა ფუნქციაც ბოლო 3 წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ხელისუფლებასთან გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულების გამო მრავალ საკითხებში, ამ საკითხში ჩვენ მოვახერხეთ, რომ შეგვენარჩუნებია ნეიტრალიტეტი და ყოფილიყავით ქვეყანა, რომელიც არ ჩაერთვებოდა ამერიკის და რუსეთთან კონფრონტაციაში, რომელიც იქნებოდა ჩვენთვის პრაქტიკულად დამანგრეველი. ეს ქვეყანა ვეღარ შეკოწისდებოდა და ამის აღდგენის აი 1% აღარ არსებობდა. ამიტომ ნახოთ როგორ წავა სიტუაცია, მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ვითარება 4 რიცხვიდან დაწყებული იქნება გართულება, ძალიან დიდი ფული შემოვა, მაგრამ შემოსულია და კიდე შემოვა და ამას სამწუხაროდ ის ვერ გაკონტროლდება, როდესაც
მაშინ დიპოსტა არსებობს და დიპლომატიური ტრანსპორტი მოძრაობს შენ საზღვარზე, ამას ვერ გააკონტროლებ. სიფრთხილეა მთავარი და ამ ტელევიზიებთან საჭირო არის ესეთი მუშაობა, რომელიც მისცემს საშუალებას მათ აღვირახსნელობის დასასრულს. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. აი ახლა ერთი რამეა რა, რომ ამათი რეალურად სახე არის აი ეს სურათი, რომელშიც აი კარგად ჩანს და იკვეთება რისკენ მიისწრაფიან. შეხედეთ ახლა ეს გუბას სანიკიძის შვილი პოზირებს თეთრი სახლის წინ. ერთი ამის სახე შეხედეთ როგორი გაბადრული არის. ეხლა ამითი მიაღწია სექსუალურ რაღაცა დაკმაყოფილებას. ეხლა კაცი სექსუალურ დაკმაყოფილებას აღწევს, აი ქალთან რო იქნება და იმ აქტის შემდგომ. ამისთვის ეხლა ეს არის ორგაზმიც, აქტიც, ყველაფერი რომ გადაიღოს სურათი, დაადო თავის Facebook-ზე და ამით ეხლა არის აი ეხლა მე-9 ნეტარებაში რომ რა მაგარი რაღაცა გააკეთა. აი შიგნით ჯერ არ შეუშვეს. ჯერ უთხრეს ეთყობა შენ პატარა ხარ გუბაზიჩ და მოდი ჯერ გარეთი აქით-იქით იარე. თუ კარგად მოიქცევი, შემდგომში კოსტუმს გიყიდით, ჩაგაცმევთ და შემოგიყვანთ და ხელს მერე შიგნით ფოტოებს გადაგაღებინებთ ერთ სახში. მერე შემდგომში იქ ხელს ჩამოგართმევთ. შემდგომ და ოღონდ შენ უნდა გააკეთო ის, რასაც ჩვენ გეტყვით და აი ეს არის ამერიკელი, აი ამერიკის გარკვეულწილად ჯამბაზების აი რეალური სახე. ეს მარტო გუბას სანიკიძის შვილის ის კი არ არის სახე, აი ამ ვაჟბატონის. ეს არის ყველა თითეული აი იმ ადამიანის სახე, რომლებიც დღეს ჩვენ აი რუსთაველიდან გვიკიჟინებენ, რომ თურმე საქართველოს გზა ამერიკაში არის. აი იმ ჯარისკაცების ის შაიშმელაშვილი რო წაიყვანეს და რამდენი კიდე ეგეთი შაიშმელაშვილი იქნება აქ ჩაბუდებული კიდე კაცმა არის ის. შეხედეთ აი როგორი გახარება. რა გიხარია შესაძოდავ. კაცი რომელიც მამაც ჯალალედის უწოდებდა იმას, რა ქვია, მიხეილ სააკაშვილს და რა ვიცი მე სომეხიო და მე ახლა არ ვიცი ამ სომხების მიმართ არა მაქვს უარყოფითი განწყობა და რა ვიცი აქამდე ეგრე სომეხს უწოდებდა და რა ვიცი ყველაფერს კადრულობდა ეს კაცი და მტარვალს უწოდებდა და დღეს მისი შვილი აგერ აი ამ მტარვალის და ჯალალედის გვერდზეა თვითონ როგორც თვითონ. კაი შენ ხარ ესეთი, მაგრამ შვილი როგორ გაწირე შენ მართლა არ ვიცი რა. და ეს არის ამათი სახე, ოღონდ ამერიკის ფონზე სურათი გადაიღონ და მე იქ რაღაცა პატივდაცემით ჩამოვიდნენ და ფეხებზე არ კიდეა საქართველოს აბას რომ იქ მაგალითად იქ რომ ახალი ომი დაიწყება აი ესე პოზირებდა პაშინიანიც თეთრი სახლის ფონზე და ესე პოზირებდნენ კიდე ვიღაც სააკაშვილის გუნდის წევრები და მე როგორ წავიდა პროცესები ვნახეთ სამწუხაროდ ჩვენ შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ერთი რამე არის რომ აი გონია რომ საქართველოსთვის მზე ამოდის აი აქედან და გონია რომ ამერიკის დებასურვილით უნდა იცხოვროს ჩვენმა ქვეყანა. არ არის ესე მეგობრებო. არ არის ესე მეგობრებო, იმიტომ რომ ამერიკას არც ერთ ეტაპზე საქართველოს ინტერესები არ დაუკმაყოფილებია. ეხლაც აი ერთი მანახეთ საქართველოში საწარმო მაგათ რო გაეკეთებინოს. ერთი მანახეთ მაგათ რო ვინმესთვის დახმარება გაეწიოთ. ამერიკის შეერთებული რო ჩვენ შტატები რო ჩვენი მეგობარი იყო სააკაშვილი რასაც აკეთებდა ხო შეიძლება ეთქვათ რომ აი როგორც დღეს იძახიან რომ უფლებები ილახება მედიის ვითომ უფლებები ილახება პარტიის სად იყვნენ ეს ხალხი რომლებიც ხმას არ იღებდნენ რომ ხალხს ხოცავდნენ ხრიტავდნენ არ ვიცი მე რეებს აკეთებდნენ გურამშარაძე მოკლეს ვაზაგაშვილი მოკლეს როიშავაძე უამრავი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს ციხეში სად იყო ეს ამერიკის შეერთებული შტატები მაშინ დემოკრატიის შუქურას რო უწოდებდა საქართველოს და მის პრეზიდენტს ამიტომ ნათელია იცით ეხა ვიღაცას თუ გონია ეს ტრამპი კიდე რაღაცა სასიკეთოს იზამ ჩვენი ქვეყნისა გასაგებია რომ არ მოდის ეხა ისეთი მესიჯები როგორიც ადრე მაგრამ ფაქტი ისიც არის რომ ჩვენ ჩამოყალიბდით ხო ამბობენ რა ამერიკის შეერთებული რა ვერ ჩამოყალიბდი შედალოცი რომ 1 წელზე მეტი ხო არიან 2 წელი ხო უკვე ხელისუფლებაში არის რამდენი ხანია უკვე ტრამპი ხელისუფლებაში წელი იქნება იანვრში ხო წელიწად შევიდა ხო და წელიწადი თუ ვერ ჩამოყალიბდი შენ საქართველოსთან მიმართებაში როდის უნდა ჩავა 1 წელი რა თქმა უნდა რო ქვეყანაში ჩამოყალიბდე რა ბაბა ნიკოლოს ესენი არც 1 წელი დაჭირდება ამათ გინდა 5 წელი გინდა 30 წელი ისინი ზუსტად იგივეს გააგრძელებენ რა პოლიტიკაც ქონდათ 30 წლის წინ რატომ ქონდა ჩვენ იმედი იმის რომ ტრამპი რაღაცა შეცვლიდა ახლა თუ ვინმეს გონია რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იქ წყვეტს ისეთ საკითხებს რომელიც გლობალურად შეცვლის ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებს ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა არის
დასავლეთის ინტერესები მაინც რჩება საკუთარ დასავლეთის ინტერესს. აი ერთი მაგალითად. აი ლიპენის ქალბატონი, ხო არის ანტილიბერალი, ანტიგლობალისტი, ანუ პრაქტიკულად ლამის მოსკოვში ჩავიდა და თავის დროზე თხოვა ვლადიმერ პუტინს დახმარება, ხო? როგორც კი ტრამპმა ტელეფონი აიღო და დაურეკა ვლადიმერ პუტინს, იმ წუთში გამოვიდა ლეპენის ქალბატონი და თქვა, რომ ესო ღალატი არისო ევროპის მიმართო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს განწყობა ქონდა რუსეთის მიმართ, როგორც კი შედგა კონტაქტი, ახლა რატომ მომყავს ეს მაგალითი? დასავლეთისთვის ღირებულებები საკუთარი ინტერესის გარდა არ არსებობს. მათი ინტერესი მხოლოდ არის ერთი. მე ვიყო კარგად და იგივე ლეპენის პარტიამ, როგორც კი ჩავიდა ზელენსკი და გამოვიდა საფრანგეთის პარლამენტში, ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს. მივხვდით მე მგონი რა პარალელი გავაკეთე, ხო? ეს ხალხი, რომელიც ვითომ დღეს შენიანები არიან დასავლეთში, ხვალ შენი მტერის გვერდში დადგებიან და იმა დაუკრავენ ტაშს, იმიტომ რომ ეს მათ ინტერესებში, ეს არის მათი კონსტიტუცია, ეს არის მათი სისხლი და ხორცი აქვს ეს გათავისებული და ასე ცხოვრობენ. ამიტომ ჩვენ უგვექნება იმის იმედი, რომ საქართველოს რაც არ უნდა დემოკრატიული ქვეყანა იყოს, მაინც მოგინახავენ მინუს და რაც არ უნდა ტოტალიტარული ქვეყანა იყოს და დიქტატორი როგორც იყო სააკაშვილი, მაინც არ გაამტყუნებენ. აი ხა რა მაინტერესებს, სირიის პრეზიდენტი ხო ფაქტია რომ უკვე პროდასავლელი გახდა. ამერიკაში მიდის. რატო არ მიაქვს უკან ეს დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთის და ცხინვალის? ხო არის ამერიკა, დაურეკოს ტრამპმა და იგივე დასავლეთის ლიდერებმა და უთხრა რომ წაიღეს დამოუკიდებლობა უკან გაიხმენ. დღეს 5 ქვეყანაა რომელიც აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა და მათ შორის არის სირია. ხო არიან ჩვენი მოკავშირეები. ეხლა მიდის ეს სირიის ეგრეთ წოდებული ლიდერი და შეხვდეს ტრამპს. აი ხა ტრამპმა უთხრას მას რომ წაიღეს უკან გაიხმეს დამოუკიდებლობა შენ. რატო არ ეუნებიან? ხო არიან ჩვენი მეგობრები. თუ რა ეხა რო უთხრას არ წაიღებს, მე შეგეთქვი თუ ვერ გაკეთებს თუ რა, ისე ლამაზად წაიღებს როგორც დაგიბარებია. ხო, მაგრამ რა შეჭirdება ეგ ტრამპს, რა შეჭirdება ჩვენ გამო? ხო, მაგრამ რუსეთთან რაღაცა პატარა არ ერთი წამით, აქ რუსეთთან არ არის, ეხა დიდად არ დაეძაბება ტრამპს რუსეთთან მაგის გამო დამოუკიდებლობა, თუ მაგენი უკან გაიხმობენ მაგას. აქ უბრალოდ იმაზეა საუბარი, რომ უყურეთ, აქ იმაზეა საუბარი, რომ ფეხებზე ვკიდივართ რა. არაფერს არ გააკეთებ შენს გამო რა. აი მოიცა ერთი წამი, აი გარეჯი რომ ბოდიში წაგვართვეს ჩვენ, ამერიკის ხელისუფალს არ შეეძლო მაგაზე, ეგეც რუსეთი ხო არ იყო, არა, რუსეთთან ხო არ ეკდებოდა საქმე. არ შეეძლოთ ეთქვათ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება და ჯერ აიქ რატომ უნდა ეთქვათ? ნუ თუ შენი მეგობარია. მოდი შევთავაზოთ. ის ჩვენი მეგობარი არ არის. არა, მე ვამბობ ხა იმ ლოგიკით, რასაც მე ვამბობ, რომ ესენი ხო იძახიან მეგობარია მე თქვენ. მე თქვენი არ მაგათი მეგობარია. თქვენ როგორ ხარ? მე არ ვიცი, რომ ეგენი ჩვენი მეგობრები არ არიან. მოდი გავმიჟდოთ. ეგენი არ არიან ქართველი ხალხი, ეგენი ქართველ ხალხად აღიქვამენ ნაცმოძრაობას და საქართველოს აღიქვამენ სააკაშვილად. მეც არავის. და თქვენ რა გონიათ ეხლა ის რომ ციხეში არ არის გადაყვანილი სააკაშვილი, ვისი დამსახურება? აი იგივე ამერიკელების. ინახავენ იქა ტანჯულ სააკაშვილს, აი ესე იგი ციხის ეხლა ესე იგი კაცი არის სანატორიუმში, ესე იგი ინტერნეტ კაფეში ის გონია რაღაცა გაფაჩუნდება აქა, იმ წუთაზე განცხადებას აკეთებს, ნაირ-ნაირი ქალები შედის იქა. მე არ ვიცი ეხლა მალე უკვე ჩვენ ახალ მიშიკოებსაც ვნახავთ, აქამდე რომ ვიძახდით ეს სოფონი ჟარაძე კაცო მაგასთან ურთიერთობა აქვსო, მე ხალხი მირეკავდა ტელეფონზე ძალიან აქ თხოვთ, სხვათა შორის ეს ოცნების პროპაგანდისტები მირეკავდნენ, ოცნების პროპაგანდა, რომ გაანებეო თავიო კაცო რა არისო, როგორ გეკადრებაო ეს ქალი ყინწვისისა. კაცო მე ნეტა ვიცი და ქართველი ერი გამრავლდეს და კი ბატონო გააჩინოს. შევუყვანეთ ერთი და მის ბავშვები მაინც არ აღიზრდებიან სააკაშვილებმა და შეიძლება თქუაზეც იყვნენ. არ არის ეხა იგი მას არ ნიშნავს რომ ეხა სააკაშვილის შვილიც იქნება ზუსტად იგივე, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა უშუალო. შევუყვანეთ ეს ქალები ჯანდაბას რა და ერის გამრავლებაზე მაინც იფიქროს მაგი ბოლო-ბოლო, მაგრამ იცი რაშია საქმე? ყველაზე დიდი უბედურება ის არის რომ აი ჩვენ ესე იგი ეს ამერიკელებს გონია დებილები ვართ აქ საქართველოში, რომ ესე იგი ესენი გველაპარაკებიან დემოკრატიაზე, იმაზე რომ რაღაცა თურმე უფლებები უნდა დავიცვათ, ვინმე ჩარსკი, ეხა იქ ჩარსკის იმ ღონისძიებაზე რაღაცა ისა და ამ დროს საქართველოში ბოდიში და ფეხებზე კიდიათ ქართველი ხალხი რა.
ფეხებზე კიდიათ რა, თორე როგორ შეიძლება ეხლა რომ იგივე განცხადება არ გაკეთდეს ამერიკის მხრიდან, მაგალითად რომ აი ეს ოპოზიციის მოქმედებები თუ აქამდე ამბობდნენ რომ მაგალითად გამოვიდა ეს ჯონ ბასი იყო მაშინ ელჩი 2011 წელს და ესო ხელისუფლებამ კარგად იმოქმედაო რომ ისაო აღკვეთაო ის 26 მაისის წინ აქცია და ბიჭო თუ შენ მაშინ იძახდი რომ ხელისუფლება სწორად იმოქმედებდა დღეს რატო არ იძახი იმას რომ ხელისუფლება როდესაც არ აძლევს უფლებას აი ამ ვიგინდარებს რომ ქვეყანა თავზე დაგვაყოთ ეს სწორი მოქმედება რატო არ აკეთებს ერთი ცნობილი გამოთქვა on sukins-in no nash sukins-in ანუ მათთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა ჩვენ თავარი პრობლემა რაში გვაქვს განსაზღვროთ რა გვინდა ერთს რა უნდა ქართულ ხალხს უნდა ისე 25 წლიან მასე ვიტრიალოთ როგორც ციყვი ბარაბანში თუ ბელკავკალისე ამბობენ ეს გამოთქვა არის თუ გვინდა რეალური სურათი დავინახოთ თუ გვინდა ის რომ ჩვენი სუვერენიტეტი დავიბრუნოთ ჩვენი ინტერესებიდან ვიმოქმედოთ და ვითანამშრომლოთ ვიმეგობროთ ვიძმაკაცოთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა სხვა ქვეყნების ინტერესებს უნდა გაუწიოთ ანგარიში მაგრამ მხოლოდ 35 წელი ჩვენ უწევთ ხვის ინტერესებს, ნუ ბოლო 2 წელი შევეცადეთ რაღაცა ამ უკრაინის ომმა დაგვანახა ის უდიდესი საფრთხე, რომელიც საქართველოს დაემუქრებოდა და აი ბოლო 2 წელიწადნახევარი რაღაც სუვერენიტეტისკენ გადაიდგა და დეკოლონიზაციისკენ გადაიდგა ნაბიჯები და მე ამას ხშირად ვამბობ, რომ ყველა ნიშანი არის იმის რომ საქართველოს წლების მანძილზე იყო 100 წლების მანძილზე იყო კოლონია და თუნდაც აი ეს ტელევიზიები, აი ეს ოპოზიცია მაგრამ მარტო ოპოზიციას ბატონო ნიკოლოზ ნუ საყვედურებდა მარტო ამ ტელევიზიებს ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სამწუხაროდ ეხლა ნელ-ნელა უკვე ეს თანაფარდობა თითქმის სწორდება 50-50-ზე ან შეიძლება ცოტა უფრო საღათ მოაზროვნე ადამიანების რიცხვი იზრდება მაგრამ თუნდაც 40% იყო საქართველოში ის მოსახლეობა რომელიც დღეს კიდე იმედით უყურებს დასავლეთს, რომელიც დღეს კიდე იმედით უყურებს რევოლუციას, რომელიც დღეს კიდე იმედით უყურებს არეულობას და მინდა პირდაპირ თქვა. დღეს არ არის 91-92 წლები, ბატონებო, ღმერთად აიფაროს, აქ რაღაც გავარდეს და რაღაცა მოხდეს, ხო? თუ მაშინ რუსთაველის პირველი ნომრიდან დაახლოებით ოპერამდე იყო ომის ასე ვთქვათ გაშლილი იყოს კონფლიქტის არეალი დღეს ღმერთს დაიფაროს ეს მოედება თელ საქართველოს და ეს მოედება დაახლოებით 24 საათში იმდენად დაძაბული სიტუაცია იმდენად დამუხტულია ჰაერი და იმდენად აი ეს თივა არის გამხმარი რომელსაც ერთი პატარა ნაპერწკალი ჭირდება და ეს თელ საქართველოს მოედება და აი ზუსტად მაშინ აი ყველა ჩვენი მეზობელი რომელსაც ყველას თავის ინტერესები აქვს და მოდი ვთქვათ რა ყველა ქვეყანა თავის ინტერესებით ხელმძღვანელობს და პატივიცეთ მათ ინტერესებს შენ ინტერესები თუ არ დაიცავი და შენ ინტერესები თუ არ იხელმძღვანელე მაშინ არავისთან ჩვენ არ გვექნება მოსათხოვი და არ გვექნება ჩვენ იმის სათქმელი რომ შენ რატო შენ უნდა მისცე შენ ქვეყანას და შენ ახლობლებს და შენ ქვეყანას იმის მაგალითი რომ არ დაუშვებ აქ არეულობას რომელიც დიდი ალბათობაც აი ეს მოსამზადებელი პერიოდია. თქვენ თუ გახსოვთ 2003 წლის სანამ ეს რევოლუცია მოხდებოდა, იქ ბოლნიში, დმანიში იყო ქვების როლა, მე მგონი გახსოვთ და მაშინ ქვემო ქართლი და ბევრი პროცესი დაიწყო, ცუდი. მაშინაც აი ეს ქვემო ქართლის თემა ძალიან სულად ააგორეს და გამგებელს ესროდნენ მას შევარნაძის დროინდელი გამგებელი ვინც იყო ჯაფარიძეს ქვებს ესროდნენ რა ქვია ტალახს და მოგეთ იქაც ანალოგიური მდგომარეობის აგორება უნდა და ეხლა იმიტომ გამახსენდა რა ეს სიტუაცია ეს იყო დაახლოებით არჩევნებამდე დაახლოებით რევოლუციამდე 1-2 თვით ადრე ხო ეს პროცესები ქვემო ქართლი ყოველთვის იყო და არის მაკულტივირებელი იმისი. არა, ქვემო ქართლი 1, ახალგაზრდობა გამოყენება 2, მეთოდი არის იგივე. სტუდენტებს იყენებენ რეგიონებს, იყენებენ აი ამ მოწყლა ჯგუფებს, იყენებენ ხელოვნების გამყიდველ მუშაკებს, რომლებიც ბოდიში და ვერ გაძღნენ ქართველი ხალხის სისხლით. ეხლა იმ დღეს სპექტაკლი დაიდგა რაღაცა ტალახიში თუ წყალში იყვნენ ვიღაცა მსახიობები და ესე იგი აი ყველაზე სასაცილო რა არის აი ბიჭო რასაც ლაპარაკობს და რომ იგივე ხდება და მე ესენი რომ ლაპარაკობენ
ხელისუფლების პროპაგანდისტები რომ ამბობდით რომ ეს კაცი მოღალატეა, ეს კაცი არ გაიკარო და დღეს რო თქვენ ლაპარაკობთ, დაგვიგდეთ ყური ხანდახან რა, დაგვიგდეთ ყური. მიღებებზე არ გვინდა, არ გვაქვს პრეტენზია რომ რაღაცა სადღესასწაულო მიღებებს რო აწყობთ და ჩვენ არ გვეძახით და იმ ბოდიში ვიღაცა გაურკვეველი ტიპის ჟურნალისტებს ეძახით, რომლებსაც ნულოვანი რეიტინგი აქვს, კაციშვილი რო არ უყურებს. ჩვენ ისარგებლეთ ამ რეიტინგით, მოდით ილაპარაკეთ საზოგადოებას, ელაპარაკეთ ხალხო. ჩვენ ყველაზე უფრო იცით რა მიხარია ბატონო მიშა? აი ადამიანებს იცით რა არის? ზოგიერთები პატივცემენ იმიტომ რომ თანამდებობაზე არიან. ზოგიერთებს პატივცემენ იმიტომ რომ რაღაცა გარკვეულწილად ელოდებიან რომ თუ პატივცემენ მე რაღაცა სარგებლებს მიღებ. ჩვენ ყველაზე დიდი ავტორიტეტი გვაქვს უანგარო სიყვარული გააჩნია ქართულ ხალხს ჩვენი ტელევიზიის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ სიმართლეს ვლაპარაკობთ. ძალიან კარგად იცის ამ ხალხმა რომ ჩვენ არც ხელისუფლების არხი ვართ, არც რაიმეს ბოდიში დაურიგებთ ჩვენ მათ და არც რაიმეს ელოდებიან ჩვენგან გარდა მართალი სიტყვისა და მახარებს ეს გული და ამიტომაც ჩვენ ვაგზელებთ მიუხედავად გარკვეული ძნელბედობისა ძალიან მძიმე რაღაც სიტუაციების არ მინდა ეხა განვარწო ეს ვაგზელებთ ჩვენ ამ გზას და ვემსახურები ჩვენ არ ვართ ჩასაფრებული პოზიციიდან რომ გაბრაზებული რაღაცა იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა გაბრაზებული პოზიციიდან რომ პირიქით ქვეყანას ვავნოთ მე ხალხი ვიცი და თქვენც იცით რომ მთელი ცხოვრება პარლამენტში იყვნენ ხელისუფლების ოცნების დროს ბოლოს არ შეიყვანეს სიაში და ეხლა არიან აგერ ბარიკადების მიღმა ბესელიები, ჯიჯიგურები, ეს რა ქვია, ცხიტიშვილები, ხულორდავები, ჩუგოშვილები. ამ ხალხზე რომ ვიძახდი მე რომ ეს ჩუგოშვილი რატო შეიყვანეთ მეთქი? აი მეო რა, როგორო კაცო ხედავო, განათლებულია და ისაო. ეხლა ხომ მივიღეთ პასუხი Deep State-ის ზეწოლის ქვეშ. მაშინ ეხლაც მე მიმართავ ხელისუფლებას, ეხლაც აი რა ზეწოლაცაა. გამოვიდნენ და თქვა რომ აი ბატონებო, აი ამ კონკრეტულ მომენტში, აი ტელევიზიებს ვერ აი თქვა ბატონო ნიკოლოზმა, ეს ტელევიზიები უნდა დაიხუროს. აი ხა გამოვიდეს ხელისუფლება და თქვას, ბატონო ნიკოლოზ, ამ ტელევიზიას ვერ ხურა, იმიტომ რომ Deep State-ის ნარჩენები, რომლებიც არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში, ვერ მოუგო და ვერ დაჯაბნა ტრამპმა, აქედან გამომდინარე მე ისევე როგორც ვიმყოფებოდი 2012 წელს, როცა გაურკვეველი წარმონაქმნები შეიყვანეს პარლამენტში და მე დედას აგინებენ დღეს და რა სიტყვებით იხსენიებენ თავიანთ ყოფილ კოლეგებს. რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს ადამიანი, რაც არ უნდა ოპონენტი ვიყო მე შეურაცხყოფას და აი კნინობითად ადამიანზე არასოდეს არ ვისაუბრებ. შეიძლება გავაკრიტიკო, შეიძლება ისტორიული ფაქტები გავიხსენო რა ჩაიდინა ამა თუ იმ ეტაპზე მისი პოლიტიკური მოღვაწეობის, მაგრამ მას არ დავაკნინებ, მას არ უწოდებ იმ სახელს, რა სახელსაც დღეს აი ეს ქალები, ვინც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ და ეს პიროვნებები აკადრებენ. გინდაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, გნებათ პარტიის წევრებს, ანალოგიურს აკეთებდნენ ეს ხალხი, როცა გამოვიდეს. შეიძლება ხალხო, ბანო ნიკოლოზ, მე მაგათ ვიცნობ 92 წლიდან, ყველა მაპატიეთ დავამთავრებ. ხوار შეიძლება 92 წლიდან ყველა პარლამენტში, ყველა ასე ვთქვათ, ყველა ხელისუფლების დროს ერთ და იგივე ხალხი ყოფილიყო. ანუ რატო? თუმცა ამ წლების მანძილზე ამ ქვეყანას ყავს ერთ მაშინას და მერეც ყავდა ერთ-ერთი პატრონი, რომლის კარნახით და ამ შემთხვევაში Deep State-ზე რო ამბობენ, ეს არის თორე Deep State-ის ზეწოლა როგორია მე კარგად ვიცი და შევარდნაძე რომელსაც გაცილებით ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა საერთაშორისო ავტორიტეტი მასზე იყო ისეთი ზეწოლა Deep State-ის რომ მინისტრებს ანიშნიებდნენ ერთი ტელეფონის ზარით ვაშინგტონიდან ეგ მე მკითხეთ როგორაა და შევარდნაძესთან ვინც ურთიერთობა ჰქონდა 96 წლიდან მოყოლებული ამიტომ რევოლუცია Deep State-ი არის ხო 2003 წელს ამარა იგივე გადაბარებაც ხო შევარდნაძეს ხო ამარა ჯანდაბა იყო ხა რევოლუცია გადააბარებინეს ხელისუფლება და ერთხელ არ თქვა მაგის სხვათა შორის შევარდნაძემ რომ გადააბარებინეს სამწუხაროდ ეგ უნდა ეთქვა მას ბოლოს სიკვდილის წინ მაინც ამ მემუარებს რო წერდა ჟურნალისტებთან რომ ეს იყო გადაბარება და სახელმწიფო გადატრიალება და არ უთქვია ეს მას
არ უთხოვს სიტყვა იმდენი ეს შეიძლება მაშინ არ თქვა, იმიტომ რომ შეიძლება იმიტომ არ თქვა, რომ ქვეყანა არ დაზარალდესო, მაგრამ როდესაც უკვე სხვა პროცესები იყო, უკვე ხო დაწყებული ქვეყანაში უნდა ეთქვა ეს, იმიტომ რომ ეხლა მაგი იტყო და თუ არ იტყო და ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს იყო გადაბარება და არავითარი იქ არ ყოფილა ისა, იმიტომ რომ ბოლო ეხლა ხო იდიოტები არა ვარ ჩვენ ეხლა ყველაფერს ხო ხვდებით რა და მე არ მინდა რომ საქართველოში იგივე პროცესები იყოს, რაც 2003-ში იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რა. არა, უფრო მძიმე იქნება, ბაბატიეთ. გაცილებით მძიმე იქნება. 2003-ში კიდე რაღაცა ილუზიები ქონდა საქართველოს მოსახლეობის უკვე დიდ ნაწილს, რომ სადღაც ევროპაში, დასავლეთი ამერიკა ჩვენ დაგვეხმარებოდა. დღეს ეს ილუზიები მკვდარია. დღეს უბრალოდ იქნება შურისძიება, რომელსაც მოყვება მეორე მხრიდან პასუხი და მეორე მხრიდან შურისძიება. ანუ 2003-ზე გაცილებით მძიმე პერიოდში შევდივართ. აი ხა ბოდიში და აი ეს კაცი რომ ამდენი ხანი რომ ყავდა სახელმწიფო ჩინოვნიკად, რომელიც აგერ ბოდიში და გამოდიოდა და თურმე ისეთ რაღაც პოზიციებზე იყო, რომელიც ქვეყნისათვის არის საკმაოდ. აი შეხედეთ ეს ფორმა. ადრესატები არიან ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დღეს სისტემაში. ადამიანები, რომლებსაც ფიცი აქვთ სახელმწიფოს წინაშე და ღვთის წინაშე დადებული, დაიცვან საკუთარი ქვეყანა უცხონტრებისგან და დაიცვან საკუთარი მოქალაქეები. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ანუ ტექსტის სიფაქიზე, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, ესენი არიან თანამშრომლები. ეს კაცი იმისავით ნაპოლეონ ბონაპარტესავით გამობძანდა იქ რა ვიცი ჩინმედლების რაღაცა ჩამოკიდებული და ლაპარაკობს რომ მე ეს ფორმა ჩავიცვიო და იმ მოწოდებებს აკეთებს ეხა ამინდა ამის შუტური მოგასმენინოთ ისედაც კარგად იცით რა ილაპარაკა აი ეს კაცი რომ ამდენი ხანი რომ იყო იქა ჩაბუდებული ხო აგენტურა ეს ხო უნდა გაშიფრულიყო და თქვენ როგორ ფიქრობთ ესეთი ხალხი კიდე არ იქნება ჩაბუდებული აი ხა 4 ოქტომბერს ძალიან მეშინია 4 ოქტომბერს შიდა მტრებმა რაღაცა კიდე იქ არ მოახდინო რაღაც გარკვეული ავის რახვები როგორც აი იქ 4 ოქტომბერია ხო იგივე მაგალითად იყო საქართველოში პროცესები როდესაც აი 2 სექტემბრის აქცია იყო ხო კინოსახთან რო იქ გასროლა დარწმუნებული ვარ რომ ეხლა ეგ იყო ხელისუფლებაში ჩაბუდებული ხალხის გაკეთებული, იმიტომ რომ კონგრესმენები იყვნენ ჩამოსული და როგორ შეიძლებოდა რომ ხელისუფლებას ეხლა ვიღაცას გაესროლა იქ კინოსახთან ოპოზიციისთან რაღაც არცისე მცირერიცხოვანი დიდი ჯგუფი იქ არისო. ამიტომაც ვიძახი მე მინდა ხელისუფლებას მივმართო, რომ აი ესეთი შაიშმელაშვილებმა იქ შემთხვევით რაღაცა არ იკადრონ იქ. იმიტომ რომ ამის საშიშროება ეხლა ვიღაცამ რომ იქ გაისროლოს, დაბრალდება ხელისუფლებას დაბრალდება კი არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელი გაისვრის ხელისუფლებას დაბრალდება აბა ვის დაბრალდება ამიტომ ეს კაცი რომ მიმართავს ამა კარგად იცის ვის მიმართავს აქ ამან იცის ვინ ყავს აქ ვინ არის აქ ამაში ჩაბუდებული და მე კიდე ერთი მინდა უთხრა ხელისუფლებას ნუ გავწირავთ იმ ხალხს ვინც წლების განმავლობაში უანგაროდ გემსახურათ იმიტომ რომ იცით რა არის მე ის ხალხიც ვინც პოლიციაშია და იმ დაზვერვაშია და იმ გედედეშია ხო იფიქრებს კაცო აგერ ის ხალხი გაწირეს და ბოდიში და ფეხებზე დაიკიდეს ეხა მე ამად გამო თავი მოვიკლა მე მეც გადამაგდებენ ნაგავში რატომ მოვიკლა ერთი თავში თქვა იხლია და აზდნენ დაყრიან იმ ფარებს და შეუშვებენ იმათ პარლამენტში აი ეს რო არ მოხდეს მოდი დავაფასოთ ის ადამიანები ვინც თქვენს გამო შეურაცხყოფა თქვენს გამო გინება ლაზღვა აიტანა იმიტომ რომ იცით რა არის ხალხი არის რომლებიც ლაპარაკობენ ამას იმიტომ კი არა რაღაცა მიიღეს პრივილეგია არამედ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე აკეთებენ ამას იგივე ჩვენ არაფერი არ მიგვიღია ლაპარაკობთ ამის შესახებ და რა ვიცი მე 1000 გვარ იარლიყებს ვიღებთ აი ეს არის საგანგაშო და მე მგონი აი ეს უნდა იქნას გათვალისწინებული როდესაც ერთგულ ხალხს დააფასებ ხვალ ერთგული გეყოლება ისიც ვინც გვერდში გიდგას და თუ შენ არ დააფასებ იმ ერთგულ ხალხს ხვალ ის ხალხიც არ დაგაფასებ შენ ვინც ახლა შენ გვერდში დგას ეს არის ელემენტარული აქსიომა ამას არ უნდა ფილოსოფია არ ჭირდება სამწუხაროდ მართალი ბრძანდებით ბატონო ნიკოლოზ არის ეს მომენტი როდესაც
აი ეს ხალხი არის დაწინაურებული და აღზევებული, ვინც 2012 წლამდე დაძდევდა აქტივისტებს და შემდგომში ისევ დარჩენ ხელისუფლებაში. ნუ დღეს აღარ არის ახლა იმის გარჩევის დრო, რა იყო, როგორ იყო, რა იყო, ფაქტი სახეზეა, ფაქტები ჩვენ წინდებს და ახლა არის თავად დასკვნის გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ არც ისეთი ბევრი დრო გვაქვს. მე ახლა ამ შემთხვევაში 4 ოქტომბერს არ გულისხმობ, მე გულისხმობ იმ გლობალურ ცვლილებებს, რომელიც არის ჩვენ გარშემო და დრო აჩქარებულია და ჩვენ არ გვაქვს იმის შანსი, არც ერთი წუთის დაკარგვის შანსი არ გვაქვს და ხელისუფლებამ თავის გარშემო უნდა მოახდინოს მობილიზება იმ ხალხის, როგორც გვებზანეთ, იმ ხალხის, რომელიც მათ გვერდში იდგა 12 წლიდან მოყოლებული და დღესაც მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან დაფასებულები, მე არ ვიძახებ მხოლოდ მატერიალურად, მე ადამიანურადაც ვიძახი, ძალიან ბევრი წენა იყო, ისინი უნდა დაგდნენ მათ ერთმანეთს გვერდში დადგნენ ქვეყნის სასიკეთოდ. დიდი მადლობა, სოლიდარობა მშვიდობისათვის, ხელმძღვანელი ბატონი მიხეილ ჟღენტი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ ამით დავასრულებთ გადაცემას, ხვალ შევხვდებით ტრადიციულად საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეს.